რა ენერგიებშია ზოგადად თქვენს მიმართ? თავი ენერგია, ყოყმანი. ეს არის ყოყმანი. წვეზე წარსული ურთიერთობა, წარსული მინდოდა მეთქვა და შეიძლება წარსულშია უკვე ეს ურთიერთობა, ყოველ შემთხვევაში არის სრული უკონტაქტობა. და თავი ფიქრი არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. მოსვენებას ვერ პოულობს ეს ადამიანი, თუმცა მოსვენებასაც არ ეძებს. არაც დათესა ის მოიმკო და ცდილობს რომ ყველაფერს თავი აარიდოს. მაქსიმალურად ცდილობს არ იფიქროს, მაგრამ იმდენად დალექილი აქვს ეს დარდი და პასიური ტკივილი, რომ თუ ოდნავ მაინც შეეცდება თქვენსკენ ნაბიჯი გადმოდგას, აი ამ შემთხვევაში ყველაფერი უნდა დადგეს თავის ადგილზე. ან თქვენთან ურთიერთობა სტაბილური, ან არანაირი. ამიტომ მე აქ რასაც უყურებ, ამას არანაირი სტაბილურობა არ სურს. არ გამოვრიცხავ კიდე რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე, ხა ყველას თავისი მიზეზი აქვს, ეს არის ხა სულიერი მესამე ფაქტორები თუ უსვლო, თქვენთვის მომინდია ეს ყველაფერი, თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ იმალება შიგნით არის ჩაკეტილი და გაქცევა გამოსავალი არ არის, მაგრამ დიდი ხანია ამ ურთიერთობაში გაქცევა, დიდი ხანია წელზე წასული ეს ურთიერთობა და რეალურად მე აქ საკმაოდ დიდ უმოქმედობას უყურებ. ზოგჯერ შეიძლება რაღაცა მოქმედება იყოს მამაკაცისგან, მაგრამ ეს მოქმედება სულაც არ არის ნამდვილი მოქმედება. ის რაც შეიძლება შენ გინდოდეს და ყოველს თავისი შეხედულება აქვს. ნახოთ თქვენ როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეთ ეს ურთიერთობა კი გინდათ, მაგრამ არის უსიამოვნების წყარო. რადგან ჩაგაგდებთ გაურკვევლობაში, თქვენი მხრიდანაც არის მისთვის გაურკვეველი პოზიცია, მაინც ვერ გაიგო ბოლომდე, აქ ხარ თუ არ ხარ, მაგრამ რაც მთავარია თქვენთვის, საკეთილდღეო არ არის, იმიტომ რომ არ მოგცემს ეს ადამიანი იმ სტაბილურობას და კონკრეტიკას, რაც შენ გინდა. რისკენად შენ მიდიხარ ამ ურთიერთობაში. ანუ ეს სურვილი და მიზანი რაც გაქვს ურთიერთობაში, შენ მიდიხარ, მაგრამ თვითონ უკან იხევს, თვითონ არ იმჩნევს ამ ყველაფერს, ამიტომ დღეს კიდე ორი ენების კომბინაცია. ანუ აქ გამოდის 6-6 არის სასიყვარულო ურთიერთობა, თავისთავად კლასიკურად არჩევანია და მოდი ვნახოთ ახლა, ბარემ ერთი კითხვაც დავამატოთ. აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება უბრალოდ ემოციამ გაიზარდოს და გრძნობამ გადაარჩინოს ურთიერთობა. ორიანით ასე ამოვიდა და გილოცავთ ამოვისუნთქე. აი ზუსტად ამის ეშინია პანიკურად, რომ აი აგირჩიო და სიყვარული რაიმე საშიში ხომ არ არის და ალბათ გონია, რომ სიყვარული რაღაცა სრულ უკონტროლობას ნიშნავს და ამიტომ რა ატრიგერებს, ცუდად ატრიგერებს სიყვარული და მოკლედ ეს არ ვიცი რატო. თვითონ აქვს დასაფიქრებელი ამაზე, შეიძლება თქვენც კი იცით. ასეთი სიტუაცია, მე ყველას გავდებით კომენტარებში, თრავები.